შეიყვარეთ ქრისტე და არასდროს არაფერს აღარ შეგეშინდებათ. მთავარია ის კალათბურთში. ტრაგედიაა მის გარეშე ცხოვრება. ტრაგედიაა მისი ეკლესიის გარეშე ყოფნა. ადამიანი შეიძლება გადარჩეს ქრისტესთან ერთად. თუ ერთმანეთი არ გვიყვარება, ყველაფერს ფასი დაეკარგება, არც ქრისტესობას ეკმბარში და არც აღდგომას, არც ყოველდღიურ ზიარებას და არც ხშირ აღსარებას. გვახსოვდეს, ქრისტიანობის არც სიყვარული და პატიებაა. როდესაც ადამიანის გულს უფალი შეეხება, მხოლოდ ერთ რამეზე წყდება გული. ღმერთო, სად ვიყავი აქამდე და რა უაზროდ დამიკარგავს დრო. როდესაც სიბნელის გვეშინია შუქს ვათებთ ხომ, ასე რომ როდესაც ნებისმიერი შიში მოგვიცავს, საკუთარ გულშიც უნდა შევუშვათ ნათელი ამ სიტყვებით. უფალო იესო ქრისტე, შემწყალე მე და შიში გაქრება. წამდეთ, რომ ყველაფერი რაც კი შეგემთხოვათ, ყველაზე წმომანიც კი ღვთის გაგებულებით ხდება. ეს დაგეხმარებათ, რომ ყველგან საცდელი მარტივად გადაიტანოთ. მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე განსაცდელის დროს ყველაზე დიდ აღმოჩენას აკეთებს. მან ღმერთი დაინახა. ეს გზა ჩვენი გასავლელია. სხვა არავინ იცხოვრებს ჩვენს მაგივრად. ხოდა მოურჩეთ წუწუნს და ღმერთს სიყვარულის საქმე დაუმტკიცოთ, რათა ქრისტეს სიყვარულით სამხრები არ იყოს. როდესაც ქრისტეს კითხეს თუ რომელია ყველაზე დიდი მცნება, მან უპასუხა სიყვარული. სიყვარული ღვთისადმი და მოყვარსადმი. ეს არის პირველი რამ, რაც უნდა ვისწავლოთ ჩვენ ცხოვრებაში. ადამიანის მთავარი მიზანი ღმერთის პოვნა. ღმერთის შეძენით ადამიანი პოულობს ჭეშმარიტ სიხარულსა და ბედნიერებას.